სამტრედიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის განახლებული ცენტრი გაიხსნა, შენობა სრულად აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. გაიმართა ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიის დასკვნითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა სკრინინგით ჩაუტარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადგილობრივებს სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სრულიად უფასოდ. რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ყველაფერი ამ საქმის ლიდერი, წამყვანი, ასე ვთქვა და მამოძრავებელი იყო სწორედ მუნიციპალიტეტი. ეს განსაკუთრებულად დაფასებას მოითხოვს და განსაკუთრებულად აღსანიშნავია, ვინაიდან ჩემთვის პირადად განსაკუთრებულად დიდი როლი ექნება, რა თქმა უნდა, მუნიციპალურ დონეზე ხელისუფლებისა და ცენტრალური ხელისუფლების აქტიურ თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემები და სქემები იყოს რაც შეიძლება მეტად კოორდინირებული ერთი. სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასრულდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობა. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, სადაც შესაბამისი თანამედროვე კომფორტული გარემო შეიქმნა როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. ფაქტიურად სრული მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა ექნება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, რომ თავისი ძირითადი ფუნქციები და მიზნები და ამოცანები განახორციელოს. რასაკვირველია, აქამდე ხორციელდებოდა მთელი რიგი სამუშაოები, მაგრამ ეს მხარდაჭერა, რომელიც ქალაქის მერიამ და მუნიციპალიტეტმა გააკეთა, არის ძალიან დასაფასებელი. დიდი გამოცდილების მქონე და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი თანამშრომლები თავიანთ სამუშაოს შეასრულებენ საკმაოდ მაღალ დონეზე.